9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელებში სპეციალური განცხადებებით ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და ხაზს უსვამენ თავისუფლების, როგორც უმთავრესი ღირებულების მნიშვნელობას. ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პატივს მიაგებენ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ქვეყნის სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. მათი განცხადებით ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვას საქართველოს მომავალი თაობები განაგრძობენ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ასევე გერმანიის, ლიეტუვის და უკრაინის საელჩოებმაც. 9 აპრილი არის მტკინვეული შეხსენება საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მათი წინააღმდეგობა საქართველოს თავისუფლების, ღირსებისა და დამოუკიდებლობისაგან სწრაფვის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა და ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთანაც ორმა წელმა დააშორა. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვას საქართველოს თაობები განაგრძობენ. დღეს გერმანიის საელჩოში პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ დღეს საბჭოთა ჯარებმა თბილისში 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს. მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალი იყო და ზოგი მათგანი 16-17 წლის ასაკში ჯერ კიდევ ბავშვი. დღეს ჩვენი ფიქრები განსაკუთრებით მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა, რომლებიც ამ საშინელი დანაკარგითა და ტკივილით აგრძელებენ ცხოვრებას. რამდენიმე ფოტოზე ხედავთ მათ, ვისაც ვგლოვობთ. ეს ქვისფილები წარმოადგენს დიდი მემორიალის ნაწილს, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა ქალაქ ბოლნისის პარკში მოინახულეს. ეროვნული ერთიანობის დღეს ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართველი საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდა როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც უერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. 9 აპრილს საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია. ამ დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და урყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველ ხალხთან ერთად ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია. 9 აპრილი ასევე არის ხსოვნის დღე და აღნიშნავს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრაციების ტრაგიკულ ჩახშობას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ სწრაფვას თავისუფლებისკენ საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ. მათი ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგულმა სკოლამ პარლამენტის წინ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება კიდევ არაერთი ქვეყნის საელჩომ გაავრცელა, მათ შორისაა ლიეტუვის საელჩო, რომელმაც დაწერა, რომ 1989 წლის ამ დღეს საბჭოთა ჯარებმა შხამიანი გაზისა და ნიჩბების გამოყენებით სცადეს ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტრაგედიამ ქართველი ხალხის შეჩერება ვერ შეძლო და 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.